გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით, კარგია რომ გვიყურებთ. მადლობა რომ ხარს გვიჭერთ, რომ ხართ ჩვენთან. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ძალიან საინტერესო ვისკის და რამდენადაც მე მახსოვს, თუ ვცდები შემისწორე, ამ ინდი ბოთლერის პირველი პრეზენტაცია არის ჩვენთან მიმოხილვებში. არასდროს არც ჩაგვიწერია, არც მე პირადად არც გამისინჯავს და არც გამიგია საერთოდ. პირველად გავიგე ამ ბოთლერის შესახებ აი ამ ბოთლით. Rest and be thankful. Thankful Whiskey Company. ხო, ესე ქვია. Rest and be არის აგერ ხედავთ მის წარწერაში. სანამ კონკრეტულად გადავალ იმ სპირტზე, რომელიც ამ ინდი ბოთლერმა გამოუშვა, გეტყვით რომ ეს არ არის იაფი ვისკი და საერთოდ არ აქვს თმათ იაფი ვისკები. ეს კომპანია Fox Fitzgerald რაღაც კომპანიის ქვეშ არის კიდე იქ რაღაც სხვა ინდი ბოთლერი იყო, რომელმაც ეს ხაზი ცალკე შექმნა და სახელიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ საინტერესო არის სახელი Rest and be thankful. ეს არის ადგილის სახელი შოტლანდიაში. ნახეთ, შოტლანდიაში არის ესეთი რაღაცა საკმაოდ ტურისტულად მიმზიდველი და ტურისტულად დატვირთული გზა, ესე მთებში ადის ცოტა თაკლაკნილი გზა არის, რთული გზა არის და იქიდან გადმოსახედია ძალიან ლამაზი და მშვენიერი რა და ტურისტები ძალიან ეტანებიან ამ გზას. ნუ მთაში ადის რა, რამდენადაც მაგათ მთა აქვთ იმ ხელაზე ადის რა, ეხლა მაგათაც ხო აქვთ ცოტაზე ვითქვევით თორე. Highland. ხო, სხვადასხვა Highland-ის ქვევით არის რეგიონი, როგორც ეხლა რუქაზე წარმომიდგენია სამხრეთ ნაწილში. აი გლაზგოს ცოტა ზევით და Highland-ი კუნძულებამდე არ მისული. აი სადღაც ობანი ხო არის კუნძულებამდე რო უკვე მის ოკეანის პირას არის და აქეთ ლოხლომონდი, აქეთ ობანი და შუაში არის სადღაც. ეს სახელი მოდის ჯარისკაცებმა, რომლებიც სამხედრო გზას აკეთებდნენ, აი მაგ გზას, რომელიც ახლა ტურისტულად ძალიან ცნობილია, რთულ გზას მიხვეულ მოხვეულს, როცა მათ ამ გზით მიაღწიეს იმ ბოლო წერტილს, რომელსაც ქვია Rest and be thankful, იქ დიდქვაზე დააწერეს ეს. Rest and be thankful, ან დაისვენ და იყავი მადლიერი, ანუ კარგად გაკეთებული რთული სამუშაოს ბოლოს რო იტყვი აი ამის გამომხატველი არის და ეს ადამიანები ამბობენ რომ აი ჩვენ ვისკის ესე უდგებითო რა აი ბევრს ვწვალობთო ძალიან ბევრს ვიხარჯებითო და აი ბოლოს Rest and be thankful უნდა იყო და ის ადგილი აირჩიეს მაგ ემათ ის გადმოსახელი ასე ვთქვა და ის ქვაზე წარწერა რაც მათ გააკეთეს დღემდე ცნობილი ადგილია პირდაპირ Google Maps-ში რო ჩაწერო Rest and be thankful პირდაპირ განახებს იმ Stones სადაც აწერია შოტლანდიაში ეგ ადგილი და ესეთი დამოკიდებულება აქვთ ახლა ტელეფონში რატო ჩავიხედე ზუსტად მინდა რომ გითხრათ ნახე როგორი კარგი ფრაზა არის ფრაზები ხო ვიცინი ხოლმე ზოგადად მაგრამ ეს მომეწონა We don't just bottle the finest casks we bottle a state of mind ნახე როგორია ანუ მარტო კარგ კასრებს კი არ ვასხამთო ბოთლშიო ჩვენ ბოთლშიო ვასხამთო state of mind როგორი ხება განწყობასო ემოციური მდგომარეობა state of mind რა განწყობის ემოციური მდგომარეობა აი ამას ვაფიქსირებთ ბოთლშიო ეგეთი ამბავი თქვეს ეხლა საიდან მოდიან ესენი სანამ გაიყიდებოდაო ესა ბრუხლადის დისტილერია ხო გაიყიდა 2012 წელს არ გვითქვამს რა ბოთლია ხო და მაგაზე მივდივარ ეხლა ხო ეს პორჩარლოტია სპირტი მაგრამ რატო მოუნდათ რომ გაიყიდებინათ ამ ინდი ბოთლერს თავისი ვისკი იმიტომ რომ ძალიან ახლო კონტაქტი და კარგი კონტაქტები ჰქონდათ სანდო ბრუხლადის დისტილერიასთან ძველ ბრუხლადის დისტილერიასთან სანამ გაიყიდებოდა 2012 წლამდე მე ხო ახალი ის მოვიდა გადააკეთეს მენეჯმენტი რაღაცები მოხდა ამას გვილაპარაკე ჩვენ ბრუხლადის ისტორია ბევრი ჩვენ სახსე ახლა აღარ დავიწყებ მანამდე თითქმის ისინი იყვნენ წარმომადგენლები იყვნენ ბრუხლადის რა იმდენად ახლო კონტაქტი ჰქონდათ და ბრუხლადიდან მოქონდათ ძირითადი სპირტები რა მთელი ამბავი მე როცა კარგი ვისკები გამოუვიდათ ვიღაც ხვებიც შეაბეს ასე ვთქვა და სპრინგმენს მიუცია მაგათვის სპირტები მაკალანსაც მიუცია სპირტები და კიდე ერთი ძალიან ცნობილ დისტილერიას და ხაზი ამათი აი ზუსტად ამ ბოთლერის ხაზი იყო single cask მორჩა ჩვენ ვაკეთებთ single casks მეც არაფერს მათ საიძე რო შედიხარ ამბობენ რომ მარაგები ამოგვეწულა ეხლა არაფერი არ აქვს ვერაფერს პირდაპირ საიძე ვერც საიძე და ვერც ვერ იყიდი არა აქვს არაფერი და უბრალოდ ეხლა ნელ-ნელა ვივსებით წლების მერე იგივე ხარისხი მოგაწოდოთო შესაბამისად ეს ვისკი ეხლა თუ სადმე წააწყდები მე ვერ წავაწყდი ვერსად 200 евро იყო საშუალო ფასი ოღონდ ყველგან ჩამქრალი იყო ანუ აუტოსტოკ ხო ხო ანუ ეგ ნიშნავს რომ უფრო ძვირია რეალურად ხო შეიძლება მე მაშინ რა ქვია აუქციონებზე ან ვისკი ბეისზე ვიღაც ტიპები რო ყიდიან იმათთან თუ წააწყდებით ხოლმე აი ესეთი ამბავია პორჩარლოტი არის ეს ამ შემთხვევაში 15 წლის დაძველებით მაღალი გრადუსით single cask არის როგორც გითხარით 57 და 7 57 და 7-ზე დაჯდა და არის დაძველებული შერი ბათ აი ეგ ძალიან მეტი ინფორმაცია ვერ ვნახე 15 წელი პორჩარლოტი მთლიანად შერი ბათია ხო ბათ ყველაზე დიდი კასკია ხო 500 რაღაცა თუ არ ვთქვა აღარ მახსოვს ამ წდება ხოლმე გინ დიდია ყოველ შემთხვევაში რა
და ხერესის მითითებული არ არის კონკრეტულად რა ხერესი მე ვერ ნახე ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში და ნახოთ ახლა გავსინჯოთ და თუ სადმე აუქციონზე წარყლებით, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი მოძრაობთ ხოლმე და ესე ტივტივებთ აუქციონებზე რაღაც კაი ვისკებს ეძებთ ხოლმე და შემთხვევით თუ წააწყლით გიღირთ თუ არა რომ იცოდეთ ამის ყიდვა ესე ყოველ ფეხის დამიზი არ იყიდება როგორც უკვე გითხარით. ისე ფერი საერთოდ არ აქვს შერის. ფერი არა აქვს ხო სხვათა შორის არ არის შეღებილი და რაც მიიღო ეგ არის რა. ბევრი ფერი ვერ მიიღო 15 წელი კი 15 წელი სინგლ კასკი პრინციპში უნდა მიიღო. თან კასრის იყო და სავარაუდოდ მაგამ. კაი, აბა ნახოთ პორტ შარლოტით 15 წელს დაზოლებით 57.7 გრადუსი. Rest and Peace ჩამოსხმული ინდი ბოთლერის. ვაიმე რა კარგია. ნახე რაღაცა პორტ შარლოტის კლასიკური ტორფი არის რა თქმა უნდა ხო მაგრამ ცოტა ბევრად ტორფიანია პორტ შარლოტის ზოგადად ნახე რაღაცნაირი სიტყვა აქვს რა აი ეს მძიმე შერის სიტყვები რო ხოლმე ხო აი შერიბული რაღაცა საერთოდ არა თითქოს მსხალი და ისეთი წვნიანი ხილები უფრო ყვითელი ხილები ცოტა ბურბონის სიტყვებისკენაც მიდის და არა მარტო შერი არა და მარტო შერის კასრშია ხო სინგლ კასკი არის შესაძლებელი და არა ნუ მსხალი ყველაზე მეტად არის ახლა ხილებში რაც მეო და ვაშლიც ეს რაღაც მყვახე მწვანე ვაშლი ცოტა მომჟაო კი აი ეს ეგეც არის აი ეს ორი მიქსი ძალიან მოდის და თუ ძალიან ჩაფიქრდები შეიძლება თუ ცხვირი არ მატყობს რაღაც კენკრებიც იპოვო მოკლედ ხილებია რა ძალიან ხილოვანია და პორტ შარლოტის ტორფი უკან არის გადაწეული ბალანსი უხდება საოცრად ეს ყველაფერი რომ ეს უკან გადაიწია ის პორტ შარლოტის იმდენად განსხვავებული აი ეხლა ჩვენ ხო ვიცით რა ვისკები გახსენდება ტორფიანი ვისკი რო იყოს და შერის კასში რო იყოს ბოუმორი დარკესტი ლაფროიგი შერი ხო ანუ ორივეში არის ტორფი და აი ძალიან ეს ოლოროსუები და რაღაცა რა ანუ ეს მშრალი ჩირი და მშრალი ხილი და არ არის ეგეთი სუცხანაერი საერთოდ არ არის ეგეთი რაღაცეები ხო ამაში ანუ შერის სტილის სიტყვა საერთოდ არ აქვს რა ხილები აქვს ნახე როგორც ხილი ისინი აქვს რაღაც ნიგოზით ხილი აი ეგეთი რაღაცა აუ საოცრებაა ხალხო აი ძალიან სასიამოვნო აქვს აი ძალიან მრავალფეროვანია ისეთია რომ ვიღაცამ რომ უცბად მითხრას რაღაცა ისიც არისო დავსუნავ და ალბათ ვიპოვი იმდენად კომპლექსურად მრავალფეროვანია რომ ყველაფერს გაფიქრებინებს ეგ არის აი უბრალოდ მდიდარი ვისკია რა მენთოლი წამოვიდა ახლა ორ ვისკის მახსენებს ზან ეს ძველ 18-იან ტალისკერს კი აუ ეს ხო სასწაული იყო რა ბალანსი ქონდა კაც და 18-იან კაპერდონიხს ეგეც ძალიან სასწაული. აი მაგურს მიგომსგავსე ძალიან ეგ. და ორივე სხვათა შორის, უბრალოდ ორივეზე ტორფიანია მე მგონი ეს. ორივეზე ტორფიანია და ისინი ჯერ ბურბონის კასრშია და მე არის დაფინიშება გაკეთებული შერიში და ეს თლიანად შერია. აუ არ ვიცი, ეს მე არ მომწყინდება ხალხო თელი დღე რო სუნო, აი არ დალევამდეც კი არ მეჩქარება საერთოდ რა ისეთი სუნი აქვს რომ აი არ ვიცი მსუყე სავსე და აი რაც ჩამოთვალეთ ეს ყველაფერი ერთად არის რაღაცა და აი უკიდო ბალანსის რაღაცა ეტალონი რო არსებობდეს მარტო ბალანსის შეფასებაში 10-დან 9.9-ს დაუწერდი რა ისეთი ბალანსია რა. და თითქმის 60 გრადუსში სპირტი საერთოდ არ არის. არა, საერთოდ. 46 გრადუსიანი სასიამოვნო დაბალანსებული ვისკივით არის რა. სიმჟავეებიც მოდის რაღაცნაირი ჭვავის პურის. არ ძალიან მდიდარი ვისკია რა, ძალიან მდიდარი ვისკი. მოდი გავსინჯოთ, თორე გავიდა საათი. აუ ბიჭო რა კარგია, ბიჭო რა საოცრებაა. ცოტა სპირტი არ წამოიღო? გრადუსი უფრო სწორად. გრადუსი წამოიღო, მაგრამ სპირტს არ შევწუხებია, რომ ძალიან სქელია. ენა დამიწვა მე ცოტა. ბუკეტი ამიფეთქდა პირში, მაგრამ სპირტით არ მიჯდია დაწვა. მე უფრო პილპილმა დამიწვა. ხო, ცხარია ეგრეს, ხო. ცხარი არის და მაღალი გრადუსია რა და ხო. სიტყვები დარჩა, ისე ძალიან არა როგორც ცხვირზე, ცხვირზე ბევრად ტკბილი იყო. მშრალი დაბოლოება აქვს ძალიან. აი, ეხლა წამოვიდა უკვე აი ის რო ეძახით ხოლმე, მტვერი და ტყავი. ტყავს და იმას ლითონს რო ვადარებთ ხოლმე რაღაცა თუ გახსოვს. აი, ლითონი და რაღაც ეგეთი რკინა ცოტა ენაზე რო იმას შვება რაღაცა ეფექტს რო გაძლევს. ეს წამოვიდა კიდე კაი, მაგრამ ჩვენ ბავშვობაში იმას კრონას ხო. ეს ვადებდით ხოლმე და ლითონის გემო რო მჭებოდა დარტმისგან. რაღაცნაირი. მოგ დაბოლოება აქვს მშრალი, თან გრძელი და ეს mouth watering ანუ ნერწყვი მოდის. ხილები დარჩა, სიტყვები არ დარჩა. ხო, სიტყვები საერთოდ ხილები და პილპილები დარჩა. შებოლოაც არ დარჩა. ნაცარი დარჩა ოდნავ. ნაცარი ხო? აუ ძალიან გრძელია. აუ ძალიან მაგარია რა. ძალიან კაია. ოჩოს ესეთი დაზულებული ესეთი ასაკის პორტ შარლოტის მე არ გამისინჯავს აქამდე. შენ მეგონი 18-იანი. 18-იანი პორტ შარლოტი საოცრება იყო ის ციგიჟე იყო, ოღონდ სხვანაირი ხასიათი ჰქონდა აბსოლუტურად. ნუ მე მინდა აი უბრალოდ ტაში დაუკრა ამ ვისკის და მის გამკეთებლებს და რავი ვისურვო რომ უწერიად მალე შევივსებითო და იქიდან მართლა მალე შევისონ და
რამე ვერც ვამბობ რომ ხელმისაწვდომ ფასად ეგეთი ვისკი ხელმისაწვდომ ფასად არც უნდა იყოს არ მაქვს არანაირი პრეტენზია რომ რავი წელიწადში ერთხელ ორჯერ ან ვისაც უფრო ხელგეწიფებად მეტჯერაც ძვირიანი ვისკიც იყიდოთ და არ ინანებთ არც ერთ ცენტს ძალიან მაღალი დონის ვისკია და მე აი ხო იშვიათად ვამბობ ეგეთ რაღაცებს ხო იცით როგორი კრიტიკული ვარ მაგრამ თუ კი ვისკი რამის გამო მიყვარს აი ამის გამო მიყვარს ეხლა რაც ვიგზერნი ამ ყველაფერში სუნიან გემოიანად ძალიან მაღალ ქულას ვწერი რა ძალიან მომწონს რავი თუ სადმე აუქციონს წააწყდებით ბრახვან ეგრევე წამაიერეთ ხო სხვა საინტერესოა ისე ეხლა ამათი აქტი კი იყო რაღაცები სინგლკასი და მაკალონები და რაღაცა ბუნას რაღაცებიედოთ უფრო ბევრი ბუნა ქონდათ და კიდე რაღაცები მაგრამ ისინი ხო ჩამქრალი იყო რა ანუ ამ ეტაპზე არ ყიდიან არაფერს როგორც მე მივხვდი მithumetes საიტზე არა აქვს და პირდაპირ წერიათ რომ ეხა გაჩერებული ვართო სტოკი არ გვაქვს და ვიფსებით და ვაძველებთო აი ნახოთ რა იქნება ნახოთ რა იქნება ძველებიდან თუ რამეს გამოაძრობთ დარწმუნებული ვარ უკვე თითქმის ახლა გამორიცხული არ არის უცუდი კონეთ მაგრამ ეს რა ქვია მას ინდი ბოთლერი უკვე ერთ ვისკიში ჩემთვის ძალიან საიმედო გახდა რა თან სინგლ კასკია მაღალი გრადუსია და ვერ ექნება ამას ცუდი ვისკი ეს ამას რაც შეეხება ვისკი მიყვარს მე ამიტომ აი ეს ვისკი რატომაც არის აი ესეთი უცნაური ინდი ბოთლერის უცნაური ეტიკეტიანი ბოთლი მიმოვიხილეთ დღეს ეს არის ხო? მოვჭით. მე ვეთანხმები ყველაფერში რაც ილაპარაკა. ისე დამსტრესავით ვიჭიქი ამ ვიდეოში ვსვამდი მაგრამ. ვინდა კაცა და არ გავჩერდი არასოდეს და. შენ კიდეც დილობიანი კაცი ხარ და არ მაჭმული. ხო. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. ავაჰეთ.